ოფისის გავრების პარალელურად დაძაბულებული მოსახლეობის ძარცვასაც განაგრძობენ. მომდევნო დღეს ოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებულ სოფელ ბრძისებში დააფიქსირა გადაღებულ მასალაში ჩანს, როგორ ამღრევენ და ძარცვენ სამხედრო რეგისტრაციის ომის შედეგად განადგურებულ და მიტოვებულ სახლებს. ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და მოქალაქეების ერთადერთი მკვიდრით საუბრობს, რომელიც დღეს ჟურნალისტმა მახუთ ვარდებს მიხვეჭა. ეთნიკურად ოსმალო სახლემ 2009 წლის აგვისტოს ომის დროს დაძილ სოფელში დაბრუნება 2010 წელს გადაწყვიტა. გვხვდება როგორ ცხოვრობს მარტო მავთულ ვარდების მიღმა იმ პირობებში, როცა რუსის სამხედროები მეზობელ სოფელში გადასვლას და ქართველებთან ურთიერთობას უკრძალავენ. უშუქროდა, უმეზობლოდა, წყარიანები, ულტიმატუმი ოკუპირებული რეგიონიდან ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ახალგური და დევნილ ოჯახებს არჩევნების წინაშე აფრენებს. სიზმრებით გადაადგილებულებმა უნდა გადაწყვეტონ საქმე ცხოვრება მუდმივად. შეთავაზების მიხედვით, თუ ისინი რაიონში დაბრუნდებიან, მაშინ დევნილის სტატუსზე უარი უნდა თქვან და მუდმივ საცხოვრებლად ახალგური უნდა გადაწყდეს. დამაბრუნებელი როგორც ქართველს, როგორც ცხოვრობდი და როგორც საქართველოს მოქალაქეები ხარ, ასე თუ მე დამაბრუნებულ შემოგვიყვება დღესვე. დღემდე მენაძრება იქაური ჰაი სუნთქვა და ამით ყველაფერი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საკუთარ სახლში გადასვლა დღემდე პრობლემად რჩება. ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც დროებითი საშვის აღება მოახერხა. თუმცა დევნილთა უმეტესობა დღემდე ამ საშვის მოლოდინშია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები ეგრეთ წოდებულ საზღვარსაც საკუთარი სურვილის შესაბამისად ხსნიან და კეტავენ. მე აფხაზეთში დავიბადე. ხვიებისა და ბომბების ფონზე. და ჩემს ოთახში კედლის საათი ისე მუშაობს სოხუმის დროზე. ანუ გაჩერდა სწორედ იმ წუთას, როცა გავარდა პირველი კვირა. ჩემს ქვეყანაში დავჭიდა მაინც დღემდე მე ისევ დევნილი მქვია. არაფერი ზონა არ იყო კაცო მაშინ. არაფერი კონფლიქტის. მხარე იყო ჩვეულებრივი ბიბინა. ჩემ ძმას გაუხმა ის თავი, რომ იმ თავით მიამირია საქმე თორე. სოფლის განაპირა სახლი ჩვენი იყო. აი იქა, დღეს რომ წინ დაუკანა კაკანებენ ავტომატებს. მაშინ მარტო ქათმები კაკანებდნენ. ნუ თუ ეხა საქმე კაკანზე მიგა. და ცაში კიდე ჩიტები დაფრინავდნენ და თავიან გზაზე მგარი თითფრინავდნენ. განა ისეთები ეხა რომ წამოულით ხოლმე და განუგიფრენენ ოლოლები. სახლი გვედგა თეთრი, აგურის, ორსართულიანი, კარგი ეზო, ბაღჩა, ბოსტანი. დედა და მამა ეგეთები უნდა და ჩვენები რო იყვნენ. გაანათლეთ ერთო იმათი სულები. მამა ჩემი პაპის პაპებით ქართველი, ურღვინიანი კაცი, სიტყვა პასუხიანი, კარგი შესახედი, კარგი გამოსაჩენი. დედა ჩემსა კიდე ბებია ჰყავდა 20. ნუ ერია ცოტა სხვა სისხლი, მაგრამ მაგას ვინ უყურებდა კაცო. მაშინ ასე ვიყავით ერთმანეთში გადარეულ გადმორეულები. დედა ჩემის სილამაზის ქალი იშვიათობა. აი ჩემ ძმას ზალიკოს კი აქვს ცოტა ისეთი თვალწარბი, თორე ისე ორივე მამა ჩვენს წავგევართ. ხარბეჭიანები ვართ, აწოწილები, კერკეტები. ისე იცხოვრა ჩვენმა დედმამამ. უერთმანეთოდ პური არ გაუტეხიათ. უერთმანეთოდ ცეცხლს არ მიფრინავდნენ და ერთმანეთისათვის ერთი ხმამაღალი სიტყვა არ აქვს. მოკლედ ასე დაგზარდეს, გვასწავლეს, კაცებადაც დაგვაყენეს, ჩაჰკიდეს მე ერთმანეთს ხელი და ესე ლამაზად გაელანდრენ ამ წუთის სოფლიდან. დაგვიტოვეს ეს გამოყრუებული საფკარი და ეზოყური. მისმა ძმამ ზალიკო სატყეო დაამთავრა დედაქალაქში. რობიძონამ აგრონომია. ერთი რუსის ბაბულიასთან ცხოვრობდნენ ხირი. ერთ ოთახიან ბინა.
გასაგების ატარებ. და როგორ ჩახვა ბერლინამდე ერთ ხუჭუჭედა. ბრალდა ზალიკომ ცოლის შეთვა არ მოიფიქრა. ან ჩაისი და კიდეც კუპატაძეებს პირდაპირ გორში. დარჩა რომ ბიზონა მარტო ბაბულია. წელიწადიც არ გასულიყო, არ გადაბრუნდა და არ უნდა საცოდავი ხალი. ერთია რომ გადაბრუნდა და მოკდა. მეორე რომ ის ერთოთახიანი ბინა მე დამიტოვა, თავის ყველაფრიანად. მოკლედ, სწავლას მოვჭი, დიპლომი მაქვს, აგრონომიკაცი ვარ. მეოთხე წელია უკვე გარეუბნის გამწვანებაშიც მუშაობ. და მინდა ეხლა რომ ჩავიდე ჩემს მამაპაპეულზე, ჩემი საახკარი გამოვახალისო, სოფელში ჩემი ადგილი ვნახო. და აი ამ ფიქრებში მოდის ჩემი ძმა ზალიკო. რობიზონ, ვახ, რაღაც ვერავარ კარგად. რა გჭირს ბიჭო, რა იყო, სახეზე ფერი არ გაქვს. რა ამოღერდი, რა მოგივიდა, ბოც. ვახ, კაცი ხო არ შემოაკვდა კაცი. ან წააგო მთელი საახკარი. ცოლმა ხო არ უღალა? რა ვიცი, ამოღერდი ბოლო რა გჭირს. ავა. ვახ, ჯანის ამბები გულშიც არ გამივლიდა. კაცო, ვიც ბავშვობიდან ჩხილი არ წამოხტივებია და ახლა ავად რანაირად? ალბათ ამავე. ვაი, შენ ჩემო ბიზონ? სხვა ვინ გაგაბადია ბიჭო ეს ერთი კინკილად რაღა დაგჭა და ისიც ხელიდან გეცლება. რა საბოლოო ბიჭო? ექიმა მითხრა. ექიმაო? რაო, რა გითხრა? ხავშია რაღაცა. მაგაზე კარგი რა უნდა ეთქვა ბიჭო ექიმს. აბა ის იქნებოდა კარგი ესე ეთქვა, ძალიან გაგიქთავი და შიგარაფერი გიყრიაო. შეუფიხარ ადამიანს. ან სასწრაფო ოპერაცია უნდა. ან არა. ვაი, შენ ჩემო ბიზონ? რაღაცა მოიფიქრე ბიჭო. ვიც გული გაუკეთე. ზალიკო. მაინც რა მიხვედი? რა გაგიხედი? თავის პირველი რობიზონ, თავისა. აგიხები თორე. ამ ბოლო ხანებში. მანანა შევაგონე თვითონითა. მანანა. მანანა შეწუხებას ჩივიშენა? ცოლია და უნდა შეწუხდეს, აბარაუდა. ხოლმე ორსულად რა. ორსულად? ბიჭო, ზალი. მოდი ეხლა მე მომისმინე რა მაგიქიმისმე. ბიჭო, ოპერაცია და დანების ტრიალი არ ჭირდება მაგ შენ თავის მილოს. აბა და მოკიდე მაგ შენ მანანას ხელი და წავიდეთ ძმაო ჩვენ სოფელში. გამოვახალისოთ იქაურობა. აი, მე შენ ნახე რა თავი გეკინოს. დაგმედრიულო. ბიჭო, მომისმინე. აგრონომიკაცია. ერთ სეზონზე ავაყოვებთ მოვიქაურობას რა. ეს ბაბულიას მინდა გავაქირავოთ. ტკბილად ფული ავიღოთ. ერთი კაი ძროხაც ვიყიდოთ ბაბულიას სახელზე. მოწელოს მერე შენ მამანანა, კაი ყველი ამოიყვანოს. ავახმიანოს მაო ეზოყურე რა. აი, მერე შენ ნახე ერთი რა თავი გეკინოს იმ შენს ბიბინა ეზოს რო იმ ხაილს რო იმ ხალს რო იმ ჩი კაცა, დაგემში ჭირდება ოპერაცია და შენ კიდე ხაირად როხა დამიცია ხა. რა დაგემართა ბიჭო, რა ის? რა მიცუა რა? ხაირად. სოფელში წავიდეთ მეტი. ბომში ხო არ მით. რანაირი კაცი ხარ ზალი რა. გამიჩნდა ეს თავი ის ამერიკა, როხები, მანანა, ლანცეტ პინცეტები, ჩვენი სოფელი. შენ
როგორ ახლა და რა მებია აკა კაცო რა კიდე შეგვიჩი რა ხდება მივდივარ რობიზონ სად მიდიხარ ბიჭო ვინც წავიდა რა არა ისა ამერიკაში მივდივარ ბიჭო განასაიქიოში სადა ბიჭო ამერიკაში საოპერაციო მანანასთან მიყავს მანანა გუშინარი ხარი ოსლა დაიწყო მარა უკეთესი იქ თუ დააჩეს მოქალაქეებად მაშინ მიიღებს ბავშვი დაიწყე ფული გა ხო საი მას დაცურა რა გინდა შენ აღარაფერს შვილი რობიზე გადარჩეს ეს მიში აღარ ცორსულობაში აღარ ცულყაფენას ოღონ გადარჩეს როდის მიდი ზეი ასე უცებ როგორ ეს იზეგა ისე ამერიკა არაჯობს საიქიოს თან კაცი საოპერაციო დილის იმ კურნალებს მოჩემა და ჩამოვა აბა საწაო ტაგი ზალიკო ტაგი მე კიდე ქვეშ ჩამოსვლამდე ნახე რა უფრო ჩვენაო ვაფეუს ჩამოხვალ და გაგიკვირდება ძმაო იტყვის სად ვიყავი და სადავარ ედების ბახტა გახმე თუ ჩვენი მობაგილე სამოჩის შენ როგორ მოჩიდა რომ ჩამოხვალ ადამ და ევას სამომდეყოლები ჩიგა ტაგი ой ბიჭო ალო აი შენ ვა ეს რა მაგარი რაღაცა არის ბიჭო მადლობა მე ერთ-ერთი ცარიელი გაგიშვაგაც არა გონა რაღაცაი კაცი ხარ რა არა თქვენიც მე კი არა ხანს უქნია ცაში აფრენი თვითფრინავს რობიზონ ამხელი მეორე არა და მესამე და ავტობუს და განცია გამოგების უკვე ისო ცოტა აღრაულია წარი ჩვენ საკეთა სოფლებში თორე იქითებში ხო რა ხარია უკვე არა აქეთ ისია უყერო გადაბუდა კაცი ჰა და ზონა გავხდები კონფლიქტი მანაჯერ მაინც არა უჭირს რა მინდვრებია ველებია ლიახვია იქითა ხარებია ძროხებია ხალხი მიდიმოდის სალამია ქალია მიდის მოგ რა ხარია ჩაუ და ჩვენი რო ხდებოდა ხოლმე გზიდან ჩასულებს სულნელი ამურებს და რაზუხებს რო გითხოვდა ჩააგიეხლა რობიზონებ გამოკვლევულ ნაზამთრალ სახლში ხმის გამცემი რო არავინ გეყოლება შვილოს გამძახებელი და ჩამხუტებელი რო არავინ იქნება აგეთ ჩემი საფისობის განაპირობებს ამლია მოდი საფამულისა და საერთოდ შენია ეზოში Why you don't? Olega, how should I check the Olega, so he asked me. 20 minutes of it. Easy. Sorry, we just give you some of the bad one. Olega. Wow. Shenaro. You're not sorry. Video. Let's check something over. Shen me carry a drag in our check with the ვიცი გიჭირს შენ ახლა რობიზონი ძლიერია ძმაო შენელოს ვისა და რა ხედავ მაგრამ რა გიყო ძმაო როცა კი გაგიხარდეს მოდი და გვესტუმრო არ მოიგო
ეზოც რაღაცნაირად ტრიალებს რა. ვერ ვცნობ. მაგრამ სახლია მე ჩემი დგას. ჭიშკარი, ეზოც, ოსტანიც ჩემია, მაგრამ რაღაც ატრია რა, რაღაც არ. მივხვდი, ხო, აგე კაკალი აღარა შუა ეზოში. დიდი პაპა ჩემის დარგული კაკალი. ტიტვერია ეზო რაღაცნაირად უშლო, უსიძვიო. რა თქმა ბიჭო შენ თავს, ჰა? შენც საოპერაციო ხوارება თავში ამბები. ოლება, რა გინამეთი ამ ჩემ ეზოკაში? შანა ბიჭო მართლა მეუბნები? მართლა არაფერი იცი? რა უნდა ვიცოდე ბიჭო? მომხრიკა ბიჭო ზალიკომა ეს კარგიტანა. ორი თემაიცაა. შენ რა არისოდი მართლა არაფერი იცი? რა უნდა ვიცოდე? რა უნდა ვიცოდე? რა დაგვიგოთ კაცო? რა დაფამებულია შენს ზეუპი ახალო? მე რა ვიცოდი აბა? შენ მას გამითხრა? მოვიზრა თანახმაა. მუშაობს და ჩამოსვლის გვარა. აბა მე რა ვიცოდი ძმაო? საბუთი გადამოფორმებულია, ფული მიცემულია, გამოვიყარე თავსაბუთი. ეხლა გამოვიყარე და შენი თვალით მაქრობი. ჩემი არის და ხო? კარგი საბუთი. კარგი ხო რა დაჩუბეს ბიჭო? გარე გავილაპარაკო, გავიდა თქო შენ ლაპარაკი. ხმეინისი აბა მე რა ვიცოდი? თანახმაო და მე რა გავაკეთე? კაკალი რა თმოწე? გაბიდო, შენ არ გეტყინოს მაგრამ. მაინც ვის უნდა დავკითხო დიდი ჭკუასა? ახლა რას ამოჭით და რას ადავდა? ეგ უკვე ჩვენი საქმეა. ეგრეა ხო? რა თმოწერი მე, კაკალი ბიჭო? რა დაჩუბეს ბიჭო? დაჯერა პური ვჭამოთ. კაკალი, წამოდი რა. არ უნდა მოგიჭრა კაკალი. წამოდი მე. აბა ეგ რა დაუშვა? აღლივია თანახმად ჩამოს. აუ ყამა. მე თელის პირი გაიგე. დაჭდა ავტობუსს და წამოვიდა. ერთი კვირა სახლიდან არ გასულა. იწვა და აშტერებოდა ჭერს. ჭერში ხან დედმამას ხედავდა. ხან ორებას, ხან ზალიკოს, ხან ბაბულიას, ხან ლიანის პირებს და ხანაც სიმღერეს იცადა. და დაიძრა. ერთი თვის თავზე ამერიკიდან წერილი მომივიდა. ზალიკო. მეტი გამთოვე ესე, მაგრამ რა სამწერი. რობიზო, ვიცი, დასანახად შევჯავდი და მართალი სათან, მაგრამ შენ ისე მაგაზე არ დამთავრდებოდი და მე კიდე ბედი უნდა მეცადაათა. მას სიუჭირაში ვეღარ გავჩერდებოდი. მე და მანერა მუშაობა დავიწყე. ვირეგვი მუშაობ, მაგრამ ათეგრია. ავიღეთ $-ისა და შენ გამიგზავნე სოცოდას. რა გინდა ბიჭო? იმარეულობა ადგილზე. ან სახლი, ან კარი, შარია. რამისა ომი გაშარდეს. რამისა გამომოდეს ხალხი იქიდან. და შენ ახლა დაგიჯდი ვინა ბიჭო? აბაზო დიაგნოზი. გამოხარბლად ცხოვრობს ხალხი. ხოში $40 გამიგზავნე ჯერა. მერე ნაკოთ. აგროვე. საფულში რემონტი გააკეთე. მოიყვანე მე ერთ ქალაქი და იყავი მოყვილათა. რა გეუბნება და რა გეშარება? ვერა ხედავ უსურს რო უყურებენ და მე გავიგია და შემება რა. რაღაცას მოვაყოლებია რა ვიცი. აბა ახნაკი. ერთი გასკაროვე. ბიჭო. ჩემ ოპერაციაზე არაფერი დარგა. რამაც მაქვს საოპერაციო. თავი მუშაობ ბიჟოკივითა. ისანაში შენი გულის მოსალოდად მოვიგლონი. უფრო ვიგარაზე გამოგეში. ეგ იყო რობიზო. ამოგვიყვი ყველაფერი და შენი კეთილი გულის არავისი გაბატიო. ვინის ისოდის ხანახა ფეხმანისა და შენი ძნაო. იცოდე გულით მიპატარ და მოგიკითხა მაგრამ ამას აგერ. შენი ძმა ზალიკო. ხო, ბიჭო,
დიდი პაპა ჩემის დარგული კაკალი. შენ გადაგიქნა სოფიზონ არა. აკი ძალიან დაზაბულობა. თან ძრად გაიგასები ძმაუინესა. მას საქმე წაასხამენ. ხარ მოხდება და ხარა. მაგრამ შენ და ხოლმე ბეჭდ მოწე, დაწეს დაიწე. არა, ნო, მაგას ვერავინ არ იცი. ვერცოთ, ვერ ფრანგი და ვერ ჩინაყენდი. დასაცავი გახდება რა მე. დაუწო, ნო, ვერ ჩვენ ნაცალებს საფრანგ დაუწო, ნო, იმესა და ვერ წერა. შევახტები პროფესორ დაიგრები. არა, ამიქურესა. ნაცვალ არ ხდია. ფენკი დაიცავ, მაგრამ მე რა დავიცვა, აბა? შენა. ო. შენ ისა რა დავიცვა? შენ როგორ ვქნა? მოკლედ, აი ლენდა პასუხიჩერდა. მარტო რომ დარჩა მაყრიანის გვარაზე, ბებერცაც ქვეშ დაჯდა და გადახედა არა. მოაწაცრებდა მიხელში, მოაწადაადგა პატარა ბავშვი. აი, საყოველთაო სათამაშოს რომ წაერთმევენ და გული რო ამოუწდებათ. ერთი შეხედე თითო ბალახს როგორ წარმოუხავსია მიქა. ლიახის ტოტები როგორ ლაპლაპებენ. აგე გახები ოლივას. გაფუსფუსებს ჩემ ვენახში. აგე გვერდები უთმება ჩემს ძეზე. ოხ ზალიკო. რატო გამიმედი, ბიჭო? რატო გამამაცალე დედაბოძე? მართლა საოპერაციო მქონია ძმაო თავში საქმე. აქაურობასე რო შეერული. მართლა საოპერაციო. აგე გახედი. მიდის ხალხი საბარავად, სათესად. მე რაღა დავბარო. მე სადღა დავთესო რამე. სადღა მიდას მე. ოხ ზალიკო, როგორ გლახას ყურად ვაქციე ჩემსავე სამასპინძლოში. აგე ვერ უყურებ ხოსლები ლაპარაკა? აქ დავწყდებით და მაინც დავიცავთ აქაურობასო? მე რაღა დავიცვა შენ როგორ გაგლანძგო ქვეყნის დასარიალზე მყოფი ძმათორე. ზის თუხთუხებს სახასულო კაცია სულ ახლა ვთვალებდი და ცხვარა აგერ საიდან ჩამოდიან ჯარისკაცი კიდა პოლიცია კიდა რა კანონები არ აქვთ მაგრამ იცავენ მაინც ახლა ქართველი კაცი ხარ და შესმიწა საცაგინდა და როცა კიდა იქ დაიცა მაგრამ შენი როა მამა პაპისეული შენი ნამაგარი შენი ნაფესვები მაინც სხვა რა ახლა რო რამე იყოს სხვის ბავშვაც ისე დაიცავ გადააქმევ მაგრამ შესას ხო კიდე ცოტა რაღაცნაირად ურბიზო აი ყრაში ეს ბიჭო გახედი აბა სადაცა ზონა გავხდები კონფლიქტის და ჯვარი წერია და აქაურობა რომ დაწთავი გაგიხდეს დამაცვევი მეცა ხო დამაცვევი ბიჭო რა ვიცი ჩვენს კარგად ავიცავთ ყველაფერს არ გჭირდება აქ დამხმარები ეგრეა ხო შენ კი არ გეტყიოს რობიზონს მოვამარა შენსაც მე დავიცავ თუ რამეა რა თვალებსაც არა მოყოლტნი რა თმოწევი კაკა რადი დაჯერ დავილაპარაკ არა კაკალი წამობიდა არ უნდა მოვიდე ეს რა ჩვენი აუცხო ხო არა კაკალი რა თქოჩება კითხა და ჩააცმევდა მერე კი მოტრიალდა და წამოწვა მაფიარის კერმანა მაუშვებდა ფეხში და მაშინ დაკრა ბიჭო თავში აზმა თუ დაკრა ბომბასავით გასწდა შიგა ბომბასავით ბოსტანი უნდა გავაკეთო რა ბიჭო ბოსტანი აგე აქ წაობამდე არ ისული არც არავისია ძმაო არც ვართ მე ვინმეს არც ყიდულობა არც საბუთებით ვიფორვებ და არც არაფერი უბრალოდ დავდგები და ზედ ერთი კაი ბოსტანს გავაკეთებ ვინ უნდა მითხრას რამე ვერ წერავ დამაცადე შენ რა გიყო ეს
ათინა ბიჭი აქე დაიცადე მე და შენ რა მები გავატრიალოთ ჯერ გაგასუფთავებ მერე გაგცელავ გაგახვიერებ მერე დაგბარავ კაი ენერგიით დავთესავში გა სასუქით გაგანოყიერებ მერე კიდე ისე დაგიცავრო აქ სასიამლოც ვექნება და ჩამოსასვლელი მიზეზით გაფასტუმარი ვიქი აღარ ვიყიდაც დაბრუნდა ქალაქში იმედიანი და გულმოცემული მის სამარეთ ქცეულ ბაბულიას ბინას აუტობდა იმედის ძალა დაუბრუნდა ხალისი და აზრი გაიქცა იმის თეს მოვიტანო გამოიქცა ამისას ხან სასუქს მოარბენდებს ხან შავია ხან თოქს ხან ცევს მოაბროვა მოკლედ ყველაფერი რაც საჭირო იყო და მოელის შაბათღვირას გულის მხატვრად მოვიდა ისიც შაბათი ღვირა მისი საბოსტნეც ადგილას და აბა საწავიდა ხოდა დატრია ჯერ ცელი გადაასხივინა იქაურობა სულ აქეთ იქით ყვავდნენ კალიები და სულ აქეთ იქით წვებოდა ჯაგარა ბალახი და ეკნარი მალამას დაიქაურა დაეკვა მიდგა და ბარო დაიწყო მაისია კაი რამე და არ გასაქმეს ხალისია ნახოთ მუხამადის ისას სევარა და ერთის კიდე ზაურა ტრაქტორის ვა პროფესორ ვა სალამ ბიჭო როგორ ხარ რა გამოგიწვია ბიჭო ბოსტანი ო რა იყო ბოსტანი მიქი თავრობის სასახლე ხო არ მithავს არა მოდი ერთი კაცს დამიხმარებ რა ბიჭო რობიზო ო რა და მოიყვანა ხენდენი რო ძმაო მოდი ბიჭო რო საგინდოდეს პამიდორი გედავება მწვანილი რამე როგორ შევახშე ბოსტანში სხვა რა ვარ ერთმანეთისთვის ინდა ჩემსაში არა ძმაო რა იყოს ჩემი მიცემი ბიჭო ტრაქტორით გადაგიხნაურეთ რა სეჭიდავები ამ ფადავებს ვა ხარი ხოლო კაცო რა ესე მიცემია აი როგორც აი აბა მე შეგიტყვი მოგიდეს არ მოი არა კაცო რა ბენის კაბა ჩაიძი დანებდა და გააყოლდა მოაყოლა მწყებში დასათესით დათესა ყველაფერი ჩაატანა მისი იმედოცნა იმის მეორე კვირას ჩაიტანა სადურგლო იარაღად მიკრობლოგრა ფიცებს და თავასახდელისთვის გრძელი სათავსო გახდა სკივრივით რა თან წარმოიწოლებოდა კიდე ცება დაარგო პატარა ბოქლომი და დააჭდა ძუნს ყარაბი ასაული მისავლად თელი დღე იკუსკუს რამისა ძლივს მიუსწრო ბოლო ამასობაში კონფლიქტის ზონაც არ გავხდით რა გჭირდა საკონფლიქტო ესახე მაგრამ ზოგი ხო გარედანაც აურიეს ამ ჩვენს ოსებსათვის და მიდი დაიწყო იწილო ბიძი ერთხელაც უკვე რომ მუხლამდეა მისი პამიდრები და თვალს უხარია მისი ბოსტნის დანახვა გაიკაკანა ახლომახლოში ავტომატი გაწვა სიმინდე გაეკრა და ეჩურჩულება ნუ გეშინია აკავა ერთსაც არ მოვიწო ვახ შეგინაცვალე რა ვახ დაუშვი როგორ მოგიხდება ეს იმაკო შენი ჭირინე შენი დაანებე ბიჭო თავი ათვალებას დაანებე რა გინდა კაცო ამონდი დაგაცვავინებ ჩემს ხა დაგაცვავინებ ჩემს კაკალი ათმოდე ჰა კაკალი რა საიტეხი ეს კაკალი მოვიდა ზაფხული გამუშვა შვებულებიდან სექტემბრამდე
ალო. რობიზო, ალო. მაშინ ვეცნო. აბა ძმის ხმას როგორ ვეცნო? ვითომ არის? ვითომ ხმა არ გამოდის? ეგრე იქცა. ალო, ხო. რობიზო, ალო. დარიკავარ ბიჭო. ხო. როგორ ახარ ბიჭო? როგორ ახარ? რევიდიო ბიჭო შვენი. რამებია? მოეში. არ აღნეთი პირი. არ მოკლა ბიჭო. არ გაგიტასო ძელა. ეხლა მიხარი რა საუბრობ. არის ბოიები მეციკა. რომელი ბოიები შემოყვა ბიჭო? რობიზო. ალო. ხუი არ გადის მამის. იმათ კონფი წამოვალი კლაკი. აქ გადმოსვაც ჭირს უკვე კაცი. გადმოდია. იქ პოლიცია დგას, იქ ჯარი. აქეთ ეს ბილეთის დამკვირვებლები აკუთვნებიან რაღაცას. აქეთ ეს კამერებიანი ჟურნალისტები გარბი განმორბიან. მთავრობის მანქანები დგან. ზონაა რა კონფლიქტის. ხოდა? რობიზონიც აქაა. და დგას მაგრამ. გავარ და ფეხსაც არ მოვიცი. მოვიცი აგერ სადარაჯო პოსტი და გავარ. დედას არ უტირე. ერთი მოვიდეს ვინმე და მითხრას. შენ წინ და მე უკანო გაინტერესად დავაჭერი. იმაზეც გულზეც ხდები კაცო რომ იქიდან რომ გვიკაკანებენ ამ ავტომატებს. ეს ჩვენი ბიჭები ჯერ ხმას არ იღებენ. ეთყობა ერიდებიან ჯერ სისხლის მასწორებ. განარამე გვაკლია. აგე გაიარეთ ზემოთ შტაბებისკენ. სავსეა იქაურეო ბეტერები. ჩემი შტაბი კიდე აგერ ჩემი ბოსტანია. აქ ამაქვს სამუშაგო პოსტიც და ყველაფერს. ვითმინებეთ ჩვენი ბიჭები ვით ცოტა და მერე ეს მამაჩემის დატოვებული იარაღიც გადმოვიღეთ. და კიდე ზალიკოს დატოვებული დურბინის. ისე ეს ის დურბინია. მანანას საყურებლად დრო იყიდა ზალიკო, სანამ ცოლად მოიყვანა. ბაბულიას ლოჟიდან რო გასქენოდა ხოლმე, კუპატაძეების ლოჟას, გემის კაპიტანი. და სხვა ქალების წვიტისაც რო არ აკრებდა კიდე ხელს. ნისლიავს თუ კამლი ვერ გაიგებს კაცი. ჩემი მიდაში, როგორ ახლა ბიჭო, რა იყო, სად დაიკარგე? როგორ ახლა? ბიჭო, რა ემსასჭა? არა ალაპარა, ხელისო. რათა ვალაპარა? ბიჭო, სულ ყველა შენა და შენი ბოსტანი აგერი ხართ პირზე. რობიზონი რო თავის ბოსტანს უსგას და რობიზონი რო თავის ბოსტანს. ყოჩა, რობიზონი. ბიჭო, რა ძალიან ხარებია ეს აქაურობა. გავხმა თავის ალიკოს. რამდენჯერ მითხარ? ხამე მაინც დარჩი ჩვენში. არმინა კაცო ისინია. მარტო არავინ არ უნდა მოკლას ბიჭო. აგე ისურიანეს. შობელზაღლი. ამეხმარე თუნდაც. Olego, ბიჭო, olego. რა მოგივიდო? დაამჭერეს მილამაცი. ცოლი და ბავშვები გახიზდული ყავს რობიზო. აღარავის არაბარა მიჩება საფრთხე ბიჭო. არი ნერვიულ olego. როგორ ჩემ ბოსტანს აიგე დავიცავ შენ საფრთხესაც. რობიზო. ხო. არ უნდა მომეჭრა ბიჭო კატანი. მართალი ხარ მაგრამ ეს რა გააჩნია? იმღირა ქალაქისკენ არ უხდია რობიზონას პირი. არც იდა. მანამ არ დალაგდება ყველაფერი. მანამ არ შეხედა, რომ არც მის ბოსტანს ელის საფრთხე. არც ოლეგას საფრთხეს. არც ალუების რიგს. არც მაღლიას და არც მფლობელას. წინაცრას დაკრიფა ბლომა წითელი პაპილი. შემოუწყო კაი წიტაკა პრასი ნიორი წვანი და აუტანა შტაბში ბიჭებს. და ჯიგარი ხარ დაკრეს ბეჭებზე ხელი. რაც გამოუშვია თითქმის. ერთად ჭამეთ პლიტის. მერე შტაბის უფროსმა გადაჰყიდა მხარზე კაი ავტომატი. ერთი პროტივოდანყობიც მოაყოლა. და კერპიც აჩუქა სამგე. დახოთი. აჰა, ძმაო და აბა შენიც. ჯიგარი ხარ.
იმდენი უძახნიათ იმ სოფელში, რომ რობიზონას ბოსტანიო და რობიზონას ბოსტანიო, რომ იმ საღამოთი კამერიანი ჟურნალისტი დამარგა თავზე. ბოსტანს? ესე იგი ბოსტანს? ხო, ბოსტანს. ეს ბოსტანი, თქვენ ხოლმე ბოსტანია თუ რამე? ბოსტანზე უფრო მეტი? რამე უფრო მეტი, რა ვიცი, აბა მე. კონკრეტულად ეხლა რა გინდა თქვენი არ დაეტევით თქვენ ხალხში? სახლი არ გინახავ, კარი არ გინახავ, ბოსტანი არ გინახავ, რა გინდა გავწადეთ და დაგერიოთ მაინც და მაინც. დაღამდა. ისე მოიჭედა ცალად ცალებით, ვითომ ცათარა. ბნელში უფრო კარგად მიჩნდა. ვინ საიდან ისმის, რას და რამ. ბიჭო მოდის და მოდის მატარებელსავით იმათი მხრიდან. სულ წითლად მოელახ მტკრივში. აღარ ჩვენი და რაკია წითლით. გავდის დაგიდუგი ჩვენს ნარიდან. კაი სიტყვა და კაი პასუხი ვეღარ შეიჩნდას და რაღა ეკრა. გაწოლილი მან ფერფერ კაცაა. თელი რამე ეს ამბავი იყო. თელი რამე აკატარებდა რობიზონის ამბავს. თუ ვერაფერს უმისნებდა, ხომ იღებდა მაინც ხმას. ხომ მოჩანდა რომ აქედანაც არიან. ხომ ცოტა ბევრი ჩანდნენ ერთი კაცით მაინც. მერე სიყვარე ჩაუვარდა. სიმინდების შრიალებენ ბნელში და ჭაობების მხრიდან ბაყაყების ყიყინების მისმართ. ლიახვის მან მოაქვს შორიდან მოკლედ მოითქვა სული. ჯერ სკამეიკაზე წამოწვა. მერე უცებ მიწაზე მომდა წოლა. დაწვა სიმინდებს აქეთ ბალას. აცქერდა ვარსკვლავიან ცას. იმდენი ვარსკვლავი იყო, იმდენი ბიჭო. ერთი თითქოს მასტას ციცი. თითქოს მისი გვერდი საერთო. თითქოს მისი ფარველი. აქავარო ფიქრობდა. აგერა და ჩაეცა. ბაბაჩევის გარგული კაკალი. რა ლამაზი იყო ბიჭო. იჟრაჟია. ნისლი არტის ლია ფამლი ვერ გაიგებს კაცი. რა ხდება კაცო რა საგარგი ხარ რას გაიგებ ამას პაუზი. ბატონო მიაცაი ვერა ხედავობინო. შემოგია და შემოგია დაგები გოგი. თუ დროშები აბა ჩავსო გავუჩო და მე მაგათეთებს ამაგა. აკი ტივინოვი თავიდან ასულებიო. აკი ვაკონტროლებითო. დაიცა კაცო თუ ფლიგასტრომია ხო პატარა თითელი მას ომია რა. ომი მოინდომით მას არა. ომია და ომი იყოს. ომის მეტი რა გვინახავს? ომი მოგვინდომით ბიჭო ომის რო გამოგვიჩარდეთ ბიჭო დამაცადეთ თქვენ არ შეშინდეთ შემოგავლეთ აკობს ჩავწები შიგარა ერთი ვინმე მობედოს მერე აქ ომი იქნება რო შეეწირებიან აი ჩვენ მაგიდრებსა ესენი ვინ ამოფიდა ძმაო? ეს რა შავი ჯირი დაგვერია ბიჭო? ჩვენები ცოტა რა გავიქნი რა ბიჭო? უკან დაიხიეს ბიჭო. დრომდე და ვადამდე. ომი ეგრეა ძმაო, მაგრამ სულ ვიგიხარ. ბიჭო, გახედი, ტანკები დათვალე, მარტო რამდენი არიან შეხედე. ტანკებს კი არა დავაცადე და მაგათ დღეებს და უფლის აკითხავ. ბიჭო, რა ბიჭო? თუ დროებითაა, ჩვენს დროებით დავიხიეთ უკან. ამოდენადაც თემი ჩავი ტრაქტორის ხო არ დავუდგები წინ კაცო. სადუნდა გამოვიდე ბიჭო. გადავიდეთ ლიახზე, ხონი. რაც შევაწყდეთ ამათ ძმაო? შენ გადავიდე. მე ვარ ნახვერტი. ჩემი კი არა და ოლეგას სახს რა დააწერეს ემუდა. დაგიჟდი ძმაო. სხვის სახს აგდები ბიჭო, ეს უკვე ოლეგას სახლი. ბოსტანი ვარ. რა დროის ბოსტანია, კონფლიქტის ზონაშია.
შორდან წამლები. ავიაციით მოდო.
მე რა წამაქცევს? აგერ სად გამედგა ფესვები? აგერ სად სამდე ავსულვარ? აგერა შრიალი გამიდის. კაკალი ვარ. დიდი პაპა ჩემი გარგული კაკალი ვარ, ხო? მე რა წამაქცევს თქვენ? თქვენ ბრიხვებოთ. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავი გახსია თავის სამშობლოს და ხომ წუთიერი დუმილით პატივი მიიღოთ მათ სოლაში. მადლობას გითხრით მობრძანებისთვის. ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან ტრადიცია, ძალიან კარგი პიროვნებები არიან და რა თქმა უნდა ეს მათაშები დასახდება არის ეს შოუების დასახდებაც არის.
შაულები, ჩემო ბავშვებო, ჩემო ლალიკოს. კიდევ ერთხელ ვწუნდებით იმაში, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი საქართველოს ისტორია, ზოგადად ისტორია, მაგრამ სწორად ჩვენ ბავშვებამდე, სწორად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მომავალი თაობა. ლალიკოს ხელწერა ზოგადად ეთყობა ჩვენ სკოლის მოსწავლეებს. მე ძალიან მასწავლებლის გამო მიწევდა ამ დროს ფიზიკის გაკვეთილზე შესვლა. ფიზიკა არ მისწავლებია, მაგრამ ამ ბავშვების დიდ სრულობრივად დავინახე ამ კლასში. იმის შემდეგ პირზე მხოლოდ მაკერიენს ბავშვები. დიდი სიყვარული თქვენი ჩემთან ბავშვებო. რამდენად გქონდათ გათამისებული ეს ყველაფერი და როგორ შესიზღვრებული გქონდათ ეს სცენარი და როგორ განიცდიდით. აგვისტოს რომმა ჩვენ წინ გაიარა და ერთო მაიკროფონებოდა ეს ზუსტად იმასაკის ბავშვები არის ნამცრომში გაიბარდიან ეს ბავშვები და ღმერთმა გვაშოროს ყველაფერი ცუდ, მაგრამ აი იმდენად არ ვიცი, სულში ჩამდგომი იყო დღევანდელი სპექტაკლი, რამდენჯერ ცხრილები დაგმოსვიდა. დიდი სიყვარული თქვენ ჩემთან ბავშვებო. მაია მასწავლებელო სადახარ ერთხელ უნდა მოგეფერო შემოძვირთასო. არ ვიცი როგორ დგას მაია მასწავლებელი ამ ბავშვებს, რამდენად სწორად ჩამოაყალიბა, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამრიგებელს ბავშვების აღზრდაში. თქვენ კიდევ ერთხელ ვწუნდებით ამაში. მადლობა ყველა მასწავლებელს და მადლობა სურათი გადაიღებს. პატრიცემ ლომშობლებო, იქნებ თვითონ თქვა ერთი ორი სიტყვა, გავაცა. ემოციებში ძალიან დიდი მადლობა. რომ მართლა ძალიან ულამაზესი იყო ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ამ ხელს რომ ჩადებისთვის. და ვიხარია რომ ჩვენი შვილები ამ ყველაფერს აფასებენ. ძალიან მიყვარხართ და პირველად მოგამბობ მე თქვენი ვისამართით ამ სიტყვებს. სიამოვნებ თქვენთან შემოსვლა ყოველ გაკვეთილზე. უდიდესი ემოციის ქვეშ ვარ. არაჩვეულებრივად შეასრულეთ განსაკუთრებით მთავარი როლის შემსრულებელმა. ყველანი ძალიან კარგები იყავით და მიყვარხართ. მე ვხედავ რომ ძირითადად თანდათან უკეთესობის ემოციის აღწევ და ამას აღნიშნავ ხოლმე რომ ძალიან კარგი შეგვიძლია და ასე იქნება ალბათ სკოლის დამთავრებამდე და მეც გამოგიძებებ მეგობრებს. ვიყვარხარ გეფერები. Ciao.